მოგესალმებით, მე ვარ StarX და ამ ვიდეოში მე განახევთ თუ როგორ უნდა ჩავაგდოთ ბოტები აგარიოში აპდეიტის შემდეგ. ეს არის უკვე სულ ახალი ბოტები, ახალი გამოსულია. მე უკვე 6 მაისია დღეს და დღეს ვედავდებ ამ ვიდეოს. პირველი რაც გვჭირდება არის რომ გადავიდეთ ამ ლინკზე Dropbox-ზე და გადმოვიწეროთ ბოტები თვითონ, აი ესე გადმოიწერს. მერე გავხსნათ ახალი ტაბი, დავაჭიროთ Ctrl+H უცბად ანუ extension-ებში რო გადავიდეთ ისტორიაში გადმოგიყვანს, მე ისტორიის დაბლა მარცხ extensions. ხო, აი აქ უნდა ეხა აუცილებლად მონიშნული გქონდეს developer mode მარჯვნივ მაღლა. აი აქ რო არის, აუცილებლად მონიშნული უნდა იყოს, რადგან ამის გარეშე მას ვერ გავაკეთებთ. ეხლა Chrome-ი დავაპატარავოთ და ეს რაც გადმოვიწერეთ, გადმოვაგდოთ desktop-ზე. ხო, ეხლა უნდა გავხსნათ ეს ფაილი. და დავეექსტრაქტოთ ესეც მისი შემცველი ეს პირველი Infinity-ს desktop-ზე. მოვნიშნავთ extract to desktops მოვნიშნავთ და შემდეგ მივცემთ OK-ს. აი ეს რაღაცა შეივსება, აი გადასულია, შევსებულია, დავკეტავთ ახლა. მოვძებნით Infinity-ს აქ არის. ეხლა გადავალთ ისევ ჩვენს Chrome-ში აგერ, გავედოთ და მივცემთ load unpacked extensions. აქ ვიპოვით Infinity-ს მოვნიშნავთ ერთხელ და OK-ს მივცემთ. არაფერი შიგნიდან არ გვჭირდება ამოღება და დამატება, უბრალოდ OK-ს. ანუ ჩართულია, შეგიძლიათ ინკოგნიტოში ჩართოთ, ნუ ეხლა თქვენ როგორც გაწყობთ, თუ რთავთ ხოლმე, იქ აგარიოს. ეხლა დავკეტოთ იქით ტაბი და შევიდეთ აგარიოში. ანუ ჩავებროთ შევალთ აგარიოში. დავეროდებით რომ ჩაიტვირთოს, შეიძლება ცოტათი ხანაც მოანდომოს ჩატვირთვას, თუ არ ჩაიტვირთო უბრალოდ დაარეფრეშეთ და ყველაფერი იმოქმედებს. ნუ აი ესე გამოიყურება ჩვენი მენიუ. დავკონექტ ეს აკაუნტს. აი აქ სახელის ჩასწერია მაღლა. ნუ შეგვიძლიათ იმ სახელის გადაყვანა ნებისმიერ ფონტში, მაგის დაბლა რომ არის იქიდან. ასევე შეგვიძლია ნებისმიერი კლანის სახელის გამოყენება. აქ ბოტების მენიუა, ბოტების მენიუში შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ასო ნებისმიერ ფუნქციაზე, ანუ ასოები შევცვალოთ ფუნქციებს. და ანუ დაკოპირება შეგვიძლია ასევე FUFAS ლინკის მივცემთ და პირდაპირ შემოვლენ. აი ესე შეგვიძლია შევცვალოთ გაფორმა ჩვენ სახელს და აი ეს უბრალოდ ჩავწერ და ესეცე გადაიყვანა. ეხლა მოდით შევიდეთ სადმე პარტიში, იმიტომ FUFAS-ში არ შეიძლება. ან კიდევ მანამდე ამ კლანების იმასაც განახებთ ტაგებს, ანუ არის კლანების ტაგები. ხო, keys menu არის აქ ყველაფერი, გასწორებაც შეიძლება როგორც თქვენ გაწყობთ, ასევე chat-ის menu არის. აქ ყველაფერი სწორად არის, რაც როგორც მე მჭირდება, შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ვინც ამ მოწმარობს იმას, აი აქ chat-ის menu, trick split, canon split, რო უთხრათ უცბად და დააწვევით და დაწერს მაშინვე. კიდე აი setting-ები აქ თავარი რაც არის, როგორ უნდა ჩავთოთ ბოტები, არის აი start bots რომ დავაჭერთ ისე. მოდით აბა ჯერ შევიდეთ. ოღონ ფარტი გვჭირდება. აი ესე ჩაიტვირთოს ფარტი. აი ჩვენი ფარტით ჩაიტვირთა. მოდით აბა ახლა შევიდეთ. ჯერ რომ დავრესპაუნდეთ უბრალოდ, აი ესე. ეხლა გამოვალთ ეს მივცემთ, setting-ებს გავხსნით აქა და დავინახავთ start bots. უწერია start bots მივცემთ და აი ჩაირთო ბოტები მარცხნივ მაღლა როგორც ხედავთ. სამწუხარო ფაქტი არის რომ გვაქვს მარტო მაქსიმუმ 20 ბოტი, მაგრამ კარგი ის არის რომ ეს 20 ბოტი აი მუშაობს აი არაჩვეულებრივად, ძალიან კარგად მაუსს მიყვება და ანუ ძალიან კარგია რა, კარგად მოქმედებს. ასევე ჩვენ გვაქვს ძველი გრაფიკა, სანამ აპდეიტამდე იქნებოდა ისეთივეზე შეგვიძლია დავუბრუნდეთ და არც ბაგარიოს გადმოწერა და გვჭირდება არც არაფერი. ნუ ასევე კიდე რაც მომეწონა არის ეს auto play. აი მაგალითად რო დავსვავთ და ესე თავისით მიდის და აგროვებს ყველაფერს. აი auto play მოვნიშნეთ და არც ანუ აგარ level-გენი ვისაც გახსოვთ ადრე რო იყო, ისე კი არა რომ აი ჩერდება ხოლმე და რამე. აი იმენა მიდის და მიდის, დრო თუ არა გაქვთ ასე დატოვებს და level-საც მალე აგიგროვებ. level-იც მალე აგიგროვდებათ. ხო, ეხლა გამოვიდეთ აქა და რა გვაქვს? თუ გინდათ გააკონტროლოთ ეხლა სხვანაირად, ეხლა auto play გამოვთოთ აგერ. ან კიდე ჩართული დავტოვოთ, ის აზრი არ აქვს. კიდე ერთი რამე რაც მომეწონა არის ეს minimap-ი, აი აქ რო შეგვიძლიათ გავხსნათ, setting-ებში არის. ნუ ეხლა სხვა setting არაფერმა არ მიიღო ჩემი ისა, ეგერ ისე კლანის ტაგები. მოდით აბა ეხლა რა ვქნათ, აი ეს გავკეთოთ აგერ. არ გამეხსნა რაღაც, მაგრამ თქვენ არ გამოჩნდება.
შევიდეთ, აი უკენ ხედავთ 600 მასა მაქვს აგროვებული, ტოპში ვარ, მე 10 ადგილზე ასული, თავისი თამაშობს. ეხლა დავკეტოთ აგერ ეს ხმებშიც და კიდე რამოდენიმე ჩვენები, აი აქ შეგვიძლია ნებისმიერი ფონი შევცვალოთ, რამე ლინკს ჩაწერთ, მაგალითად Google-დან სურათს და იმ სურათს დააყენებთ თქვენ უკანა ფონას. მე მაგალითად მიყვარს შავ იმაზე თამაში, აი მას ვაჭერ ხოლმე ერთხელ და Black Switch-ე, ეხლა Play Switch-ე გაშავდება უკან, აი ესე. უკვე ამავდროულად 650 მასაზე ვარ. თავისით მე არაფერი მიქნია და ეს ძალიან მალე ემატება. ეგეც კაია. კიდე შეიძლება რავი შევცვალოთ სხვა ფერებიც არის აქ, აი მაგალითად ორენჯი დავაყენოთ აი ესე. Place მისცემთ და მაშინვე მომენტალურად შეიცვლება უკვე მერვე ადგილზე ავარტყი. ნუ ასეთ შეიძლება სხვა მაიმუნობა ფერები და რაღაცები დააყენოთ. არ გვინდა ეგეთი რაღაცები. ნუ ეს არის ამ ვიდეოსთვის, ეს იყო StarX-ი, მე ვიყავ StarX-ი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაასაბსკრაიბეთ, დაალაიქეთ ვიდეო თუ იმუშავა თქვენთვისაც და თუ გადმოწერეთ ეს ბოტები და ყველაფერი კარგად მუშაობს. და ნახავთ შემდეგ ვიდეოში თუ რამე აპდეიტი და ან პატჩი გამოვიდა, მაშინვე ვიდეოს დავდებ.